აი ეს არის კიდევ ერთი S320. Stage-ორი კი არა გადმოტუნული არის ეს მანქანა. გამარჯობათ, გიბრუნდებით მორიგი პროექტ 124-ის ვიდეოთი. ნელ-ნელა ეს ჩვენი wide body-ის კიტი რაღაცას ემსგავსება. თავიდან ისეთი იყო, რომ მეც კი ეჭვი მეპარებოდა როგორ გამოვიდა, მაგრამ ეხლა სიმართლე გითხრათ, უკვე თითქოს 500 ემსგავსება რა. წინა ვიდეოში ვიყავით შპაკლის და შკურკვის პროცესში, რამაც ძალიან დიდი დრო წაიღო. სიმართლე გითხრათ, ეხლაც არ არის 100%-ზე მისული რა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ორიგინალი 500 არ გახდება. ამიტომაც არ გადავყევი რა ძალიან და როგორც შემეძლო ისე გავაკეთე რა. ფენდერებზე მუშაობა რომ მოვჭი, წავიყვანეთ body shop-ში და დაასხეს ესეთი ლამაზი პრაიმერი. სიმართლე გითხრათ, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, რას ვუპირებ ამ მანქანის ვიზუალს, ფირს გადავაკრავ, შევღებავ, თუ ესე პროსტა გაშკურკულ და გაშპაკლული ვივლი. ეგ ჯერ არ გადამიწყვეტია. პრაიმერი პირველ რიგში იმიტომ მინდოდა, რომ ეს მანქანა ხანდახან მიყენია ხოლმე გარეთ. რო წვიმს, ზოგ ადგილებში სადაც მეტალი ჩანს, ეს ნაწილები ჟანგდება ხოლმე, ხო და ყოველ წვიმის შემდეგ მიწევს შემოყვანა ამ ჟანგების ისევ გაშკურკვა და მე ისევ თავიდან დამუშავება რა. ხო და ეს კიდე რო არ მომხდარიყო, ესეთი პრაიმერი დავასხით და გამოაჩინა რა ეს ჩვენი ნაწვალები და ნაშკურკი და შპაკლი რა, რაც გავაკეთეთ უკვე. თავიდან არ მეგონა, რომ ესეთი კაი გამოვიდოდა რა. ისეთი ფორმა აქვს ახლა, რომ გეგონება მართლა 500-ის ფენდერები აყენიაო. რა თქმა უნდა, დეტალებში ვინც იცის ეს მანქანები, მიხვდება, რომ არ არის, მაგრამ მე მყოფნეს, ჩემთვის კაია და შემიძლია მოკლედ სხვა რაღაცებზე მუშაობ რა. ეხლა გეტყვით რა გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ავაწყოთ რა ეს მანქანა. წინა ბამპერი მოვარგე, ანუ ისე მოვარგე, რომ ჩვეულებრივად შემიძლია დავაყენო და დაუჭირო ბოლტები, ყველაფერი კარგად გება, მაგრამ სანამ ამ ბამპერს დავაყენებ, წინ რო ნიკელები აქვს ხოლმე ბამპერს ზემოდან ფარის ქვეშ, ეგენი უნდა დავაყენო. არ ვაპირებდი ამათ დაყენებას, მაგრამ პატარა ადგილები აქვს გამოტოვებული ამ ბამპერს რო ვაყენებ. ხო და ეს ნიკელები ფაქტიურად ავსებს რა ამ ადგილებს, ხო და ამიტომაც დავაყენებ. უკვე შემოხაზული მაქვს რა, სადაც უნდა დადგეს ეს ნიკელები. უბრალოდ უნდა წაუსვა წებო და დავაწებო ეს ნიკელის ნაწილები რა. ეს არის ჩვენი ნიკელის კანტები, რომელიც ბამპერზე ყენდება, მაგრამ უყურე ეს ბამპერი არის განიერი და წესით 500-აც განიერი კანტები აქვს, მაგრამ რახან ჩვენ ეს ჩვეულებრივი 320-დან გადმოვიტანეთ, აი როგორც ხედავთ, შიგნით რჩება რა. მაგრამ ეს დიდად არ მადარდებს, იმიტომ მანქანაზე რო დგება, დიდად არ ემჩნევა რა. რო დავაყენებ, მე უკეთესად ნახავთ და მე მგონი რომ თქვენც დამეთანხმებით რა, რომ კარგად დაждდა. ეხლა უნდა გავწმინდო ეს ადგილი, რომ წებო წაუსვათ და მე დავაკროთ ეს. ხმარობამ 3M-ის panel bonds ესე ქვია, რაც ძალიან მაგარი რაღაცაა რა. წინა ფენდერებიც მაგით დავაწებე და 24 საათში როგორც რკინა ეგრე ხდება რა. უბრალოდ კარგად უნდა გაურიო და დააცადო რომ გახმეს. სადღაც 24 საათში ეს ჩვენი კანტები გაშრება. ერთი მხარე დავაწებე იმ 3M-ის წებოთი, მეორე მხარე სილიკონით, იმიტომ რომ გამითავდა ის 3M-ის წებო. ეს რო გაშრება მივაყენებთ მანქანაზე და ასე ვთქვათ, წინა მხარე დასრულებული იქნება რა. ფარებსაც მივაყენებთ და всё, წინა მხარეზე უკვე აღარაფერი აღარ დაგჭირდება, სანამ არ გადავწყვეტ, რას ვაკეთებთ მანქანის ფერზე. მე უკვე გადავალ უკან და დავიწყებ
უკანა ბამპერის მორგებას რა. წესიურად სიმართლე გითხრა კი დავაყენე 1-2 ჯერის უკანა ბამპერი, მაგრამ წესიურად არ მომირგებია რა. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს ახალ აწყობილ ძრავს რაღაც პრობლემები აქვს რა. რამოდენიმე კვირის წინ გავაფუჭეთ ძრავი, ჩავტეხეთ რამოდენიმე პორშინი და მაგის მერე გამოვცვალეთ ეს პორშინები რა და ამის მერე არც მიტარებია, იმიტომ რომ ძრავს რო ვაწყობდით, ამასთანავე დავიწყე ფენდერების გაკეთებას და საერთოდ ფაქტიურად არც მიტარებია რა და არც მიმუშავებია ეს ძრავი. ხო და ეხლა რა პრობლემა გვაქვს? ერთ-ერთ ცილინძრზე ოდნავ დაბალი კომპრესია აქვს, რატო არ ვიცი და რო მუშაობს ეს ძრავი, რო ცხელდება, ბოლოს იწყებს რა. ეს შეიძლება იმიტომ რომ არ მიტარებია და ეს ბეჭდები, პორშინის რინგები, ასე ვთქვათ, არ მომჯდარა რა. თვითონ ძრავიც ვერ მუშაობს რა, ისე როგორც უნდა მუშაობდეს. მიაჭერდა, რავი, ბათქაბუთქით დადის, ძალაც ისე კარგად არ აქვს რა. და ამ დღეში ვარ, მოკლედ, ძრავზეც სამუშაოა, ბამპერებზეც და ბოდიკიწეც სამუშაოა და ყველაფერი ერთად, მოკლედ, აღარ ვიცი ხოლმე რა ვქნა. ხან იმას შკურკავ, ხან ამას სვეჩებს წმინდავ, რომ ცოტა ხანი იაროს ხოლმე მანქანამ. ამასთანავე ვაწყობ სათადარიგო ძრავს, რომელიც მინდა რომ კარგად გავაკეთო, რომ ისე ბევრ ცხენს გაუძლოს და რაღაც პატარა ნაწილები ჩამოგვივიდა და განახებთ ახლა რა ნაწილებიცაა. ერთ-ერთი ნაწილი ამ ძრავის არის აი ეს ლამაზი პორშინი და შატუნი, რომელიც არის როგორ ამბობენ, კოვანი, ანუ ძლიერი რა და უნდა გაუძლოს წესით 1000 ცხენს. იმედია, ჩემი დეტონაციით და ბათქაბუთხებით ისევ ამებსაც არ ჩავამტვრევ, ცოტა ხანი მაინც ივლის 1-700 ცხენზე მაინც. ასევე გვაქვს ეს ისენი რა ქვია. Ფუ რა ქვია ამათ. ბერინგები და ეს შპილკები. გალოვკის შპილკები. და კიდე აი ესეც გვაქვს, მაგრამ განახებთ, ესეც პრაგლატკაა. უკვე მესამე თუ მეოთხე პრაგლატკა ვიყიდე ამ მანქანისთვის, იმიტომ რომ ხან რის გამოვშლი, ხან რის გამო რა. კიდე ერთი რაღაცაც ვიყიდე, მაგრამ ამასაც განახებთ. ეს არის Maxisius Race ვერსია. რომელსაც ყველა საჭირო სენსორი აქვს, რომ ძრავი არ გავაფუჭოთ რა. ნუ ყველა რაც მაკლდა იყო NOx სენსორები, ანუ კაკუნის სენსორები და აი ამ ვერსიას აქვს კაკუნის სენსორები და იმედია გადაარჩენს ჩვენს ძრავს და დეტონაციით აღარ მოკვდება რა. გავიდა 24 საათი, გაშრა ჩვენი მოლდინგები, რომელიც დავაწევეთ. კარგად გამოვიდა რა, რასაც გეუბნებოდით, ახლა მივხვდებით, რომ ბამპერს რო ვაყენებთ, პატარა ზაზორები რაც ქონდა რა, ბამპერსა და ფარშვა, მაგას ავსებს. ახლა კი არ გამოჩნდება, იმიტომ რომ ის ზემოთა მოლდინგები მოხსნილი მაქვს, მაგრამ ყველაფერს რო ავაწყობთ, მერე შეგახედებთ კარგად. ნუ მე მქონდა აწყობილი, არ გადამიღია ვიდეო, მაგრამ ყველაზე კარგად ესე გამოდიოდა რა. ესე იგი პრაიმერი ხო დავასკით ამ ფენდერებს და ჟანგიან ადგილებს. ამის მერე გადავწყვიტე, რომ თლიანი მანქანა გამეშკურკა და თლიან მანქანაზე დაგვესხა პრაიმერი. ძალიან ბევრი საჩალეშო ყოფილა, მოკლედ ეს ძველი საღებავი არის მიმხმარი და აი, რავი, ყველაზე აგრესიული შკურკა რაც არის, მაგას ხმარობდა ძლივს ავაცალი, აი ამ კაპოტს მოუნდი, სადღაც ერთი ნახევარი დღე მაინც, აი გაუჩერებლად მტვერში რა. ვიზავ რამენაირად დავახარჯებ ამ დროს და გავშკურკავ რამენაირად მთელ მანქანას. როგორც ხედავთ, მოლდინგები მოხსენით, იმიტომ რომ ჟანგებია შიგნით მოლდინგების შიგნით იმალება ეს ჟანგები და უნდა გავწმინდოთ რა, თუ ვაკეთებთ, კარგად გავაკეთოთ და ეს ჟანგები უნდა გავწმინდოთ და მერე დაესხას პრაიმერი რა. რომ კიდე და კიდე არ გაიზარდოს ეს ჟანგი. მაგრამ ერთი პრობლემა შეგვექნა რა. მე მგონი უკვე გამოიცანით რაც მომივიდა. უკანა მოლდინგები რაც ესე იგი მინაზე აქვს, მაგებს ხსნიდი რა. ხო და ერთი მხარე ადვილად ამოვიდა, ძალიან ჩვეულებრივად ამოვიდა რა, უბრალოდ ამოკაჩო და ამოდის. მეორე მხარე რა ვიცი, რანაირად იყო გაჭედილი, შიგნით იყო ჩაჭედილი და კუთხიდან ვაძრობდი და ბახან რო დაიძახა, აფეთქდა მოკლედ, არც გაბზარულა ეს მინა, აი რასაც ქვია აფეთქდა და დაიშალა სულ პატარ-პატარა ნაწილებად. ამიტომაც მაქვს ეს პარკი გადაფარებული. ერთადერთი ის რაც მადარდებს, რომ არ იშოვება ეს მინა. რამოდენიმე ადგილას დავრეკე და არავის არ აქვს. ეს კი არა, წინაც არ აქვს. ეს ერთს იმიტომ არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ სათადარიგო მანქანა მყავს ნაწილებისთვის, სპეციალურად ამისთვის, რომელსაც შემიძლია მოხსნა და იქიდან გადმოვიტანო, მაგრამ მოხსნა არის დიდი პრობლემა რა. აი 50-50-ია რომ ან გატყდება, ან არა მოხსნის პროცესში. ხო და ერთადერთი გზა ეგ დამჩა, რომ მაგას მოხსნი და მერე
დავაყენებ. არა და ისეთი პატარა ჟანგის ადგილი აქვს, რომ მე მგონი ჯობდა საერთოდ დაგვეტოვებინა და არც მეხლო რა ხელი, ნეტა მართლა არ მეხლო ხელი. აი ამ კუთხეში აქვს პატარა ადგილი. როგორც გითხარით, ესე ჩარში გავიჩიტე რა. კვირა დილა, ამ ვიდეოში უკვე მესამე კვირა ამ მანქანას ვაკეთებ და ძალიან შევტოპე. და ეხლა უკან ვეღარც დავიხებ. უკან ამინა ნახეთ, რომ გამიტყდა. და ეხლა წინა აღარ გვაქვს. მაგრამ ეს არ გამტეხვია, ამოვიღეთ, იმიტომ რომ ძალიან ჟანგიანი იყო გარშემო, წვიმის დროს ბლომაწყალი ჩამოდიოდა. ამიტომაც გადავწყვიტე ამომეღო ეს მინა და წესიურად გამეკეთებინა რა. გამეწმინდა ეს ჟანგი და მე თავიდან დავაკრავთ ამ მინას. კიდე კაი ისე ამოვიღეთ, რომ არ გავგიტეხია. ესე იგი, ყველაზე დიდი ჟანგიანი ადგილი ქონდა ამ კუთხეში. ეხლა ხედავთ, გაშპაკლული არის, მაგრამ სლიანად მოვაჭერი ეს კუთხე, სადაც ჟანგი ქონდა. ჩავასვარკე ეს ნაწილი, ანუ სხვა მანქანიდან ამოვჭერი, ეხლა განახებთ მაგ მანქანასაც და ფაქტიურად ხა ამის დაბლა თლაც სწორი არ არის, მაგრამ ჟანგიანს კი ჯობდა რა, ეხლა შპაკლი გადაუსვი, ამას გავშკურკავ, იმაზე უკეთესი უეჭველი გამოვა რა. პატარ-პატარა ადგილებშიც აქვს, აი აქ და იქით მხარესაც ჟანგები რა. ეგ დიდი არაფერი არ არის, უბრალოდ გავწმინდე კარგად და ეს fiberglass-ის შპაკლი გადაუსვი რა. ეხლა იმ მანქანას განახებთ, რომლიდანაც ეს ნაწილი მოვჭერი. აი ეს არის კიდევ ერთი S320. ახალი დანამატია. როგორც ხედავთ, ჩემი ძველი კაპოტი აყენია და აი აქედან ამოვჭერი ეს ნაწილი, რომელიც იქ უკვე ჩავასვარკე რა. სხვათა შორის ეგ მწვანე მანქანა საკმაოდ კარგ მდგომარეობაში, უბრალოდ ვიდზე არის ესე მიგდებული და ჟანგიანი რა, მაგრამ დაბლიდან აი მართლა ძალიან სუფთა არის, აი შეიძლება ითქვას, რომ ამაზე სუფთაც კი არის. უბრალოდ იდგა და აი აქ სადაც ცხოვრობთ, იმდენ მარილს ყრიან, რომ აი ერთი ზამთარით საკმარისია, რომ უბრალოდ იარო, მე მანქანა გააჩერო რამოდენიმე თვე და ისეთი ჟანგიანი ხდება მანქანა. ამ ზამთრის შემდეგ სერიოზული გაწმენდა გჭირდება და მისხმა რაღაც ანტიკოროზიის, რომ არ გაიზარდოს რა ეს ჟანგი, თორე აი 80% მანქანების რაც დათის გზებზე სულ ყველა არის ჩამპალი, რასაც ქვია. ეს მანქანები კიდე 30 წლის არის და რაც ნავალი აქვს ამათ უკვე, მაგის ყოლობაზე ძალიან კარგ მდგომარეობაში არიან რა. ზერა ეს მანქანაც ფაქტურად ნაწილებისთვის ყავს და ესე გამოვიდა, რომ ორი მანქანა დავშალე, რომ ერთი ამეწყო რა. და ჯერ კიდე არ ამეწყია, როგორც ხედავთ. უკანა მინასაც იმ მანქანიდან გადმოვიტან და უნდა ვეცადო, რომ ისეც არ გავტეხო. დღეს კი მოვედი, რომ გავაგზელო მუშაობა და დავამუშაო ეს მინის ადგილი, რომ მე ჩავსვათ და უნდა მოვასწრო რა. როგორც თქვი, ძალიან შევტოპე და ძალიან გამეწელა ეს შკურკვა და შპაკლა რა. იგი ეს fiberglass-ის შპაკლი გავშკურკე, დავიყვანე და ეხლა უნდა გადავუსვა ჩვეულებრივი შპაკლი რა. შპაკლი გადაუსვი და იმედია ბოლო პირია რა, დავიღალე ამის შპაკლით უკვე. ესეც უკვე ბოლო ადგილია, სადაც ბევრი მუშაობა ჭირდება და ამის მერე მთლიანი მანქანის გაშკურკვას დიდი დრო არ მოუნდები რა, მე მგონი ერთი დღეში რომ მივადგე მთლიანად
გადავშკურკავ რომ მზად იყოს პრაიმერისთვის. იმდენი ხანი გამეწელა ეს ვიდეო, რომ კიდე რამე სხვა ეტაპზე რო წავიყვანო, რომ მაგალითად გავამზადო პრაიმერისთვის, მე დავასხათ ის ეს, ალბათ ერთი თვე კიდე ვიდეოს ვეღარ დავ. შემდეგ ვიდეოში ჩემი აზრით უკვე 80%-ზე მიყვანილს მაინც განახებთ რა. წინა შუშა უეჭველი იქნება და პრაიმერ დასხმული უეჭველი იქნება მთლიანი მანქანა რა. შორიდან ლამაზი გამოჩნდება რა. ჭუჭყიან სამუშაოებს რომ მორჩებით, ჩვენს დისკებსაც დავაყენებ, რომლებიც უკვე გამზადებული მაქვს და კაი ხანია ველოდები რომ დავაყენო. პროსტა არ მინდა ახლა დავაყენო და გაჭუჭყიანდეს. ხო და დღეს დაგემშვიდობებით. ვიდეო კი მორჩა, მაგრამ ეს იქნება ბონუს კლიპი. კაი ხანია არ გვიგაზავია, აი საერთოდ არაფრით. ბოლოს ვიგაზავეთ, M6 ვეგაზავეთ, ჩემი 124-ით, მაგრამ ეს რა იყო ეს? დაბალცხენებში ვიყავით რა. ჩემი ჯიტი ხო გახსოვთ, Stage 2 გადმოტუნული, მოკლედ. ეს არის F90 M5. ეხლა გავალთ, გავტესტავთ, უბრალოდ გავტესტავთ, ესე გასართობად გავტესტავთ რა, არაფერი სერიოზული ისეთი. კაი ხანი არ გვიგაზავია და მაინტერესებს პროსტა რა მოხდება. ეხლა მე კი ვიცი რაც მოხდა, BMW-ს პატრონმაც კი იცის რაც მოხდება, მაგრამ პროსტა გავერთობით რა. ეს არის Stage 2 F90, დაუნპაიპი და ტუნი, სხვა არც არაფერი არ უყერია ისეთი, ყველაფერი სტოკი არის. სიგიმიხა. და ჩემი GT, ვინც იცით, ადრე დავაყენე დაუნპაიპები და მეც მიწერია პროგრამა რა. არა მარტო ძრავზე, არამედ გადაცემათა კოლოფზეც მიწერია პროგრამა. ნელი არ არის, მაგარი სტრაფია ჩემი მანქანაც, მაგრამ მე მგონი ამას ბევრად მეტი ცხენის ზალა აქვს ჩემზე რა. გავალთ და ვნახავთ. გასართობად გავდივართ, ახლა სერიოზული არაფერი როგორც თქვი, ამიტომ ჩაუჭექით და ნახეთ. ტრანსმისია ხო გადანული აქვს. ტრანსმისია კი. ჯეთვერი ძახი მე. კაროჩე Stage 2 კი არა გადმოტუნული არის ეს მანქანა. ერთი მანქანაც შემოგვემატა ჩანს კიდევაც უკან. ეს არის M8 Competition-ი. რომელი წლიანია? 20-20-იანი M8 Competition-ი. ესეც გაკეთებულია Stage 2-ზეა რა. დიდი ტურბოები აქვს, ტრანსმისიაც გატუნული არის და ძრავის გაკეთებულია. ნუ მოკლედ გაკეთებული, ესეც გაკეთებული M8 არის და ჩავადგავთ ხოლმე რა, ხან მე და ის ჩავადგავთ, ხან MP-ად და M8 ჩავადგავენ. ეხლა როგორ გადავიღებთ ამ ყველა რეის საკითხავია, მაგრამ ეს ვართ რაც ვართ რა, ეს სამი მანქანა გავდივართ. იმდენი ხანი არ მიგაზავია, რომ ცოტას ნერვიულობ. რატო არ ვიცი, მაგრამ ერთი ჩაჭერა უნდა რა, ადრენალინი რომ მოგაწვება, გადაგივლის ეს ნერვიულობა. ეგრე არის. ერთი, ორი, სამი. თვალე. დავაი. ერთი, ორი, სამი. ორი გაგდეს. ძალიან წახვედი, გასო ეგრევე გადახდი. 6000-ზე ხო უწევს ისკარის? ხო. ეხა ლიმიტერი მოხსნელი მაგაროჩი 7200-ზე ვაჭიბია. ვა, არა ძმაო, იმენა წახვედი და წახვედი, აზრი არ მქონდა საერთოდ. თავიდან ადრე რო ჩაგიდგი, მეთქი რაღაც შანსი მაქვს თქო, მაგრამ მე რო ჩავაფარეთ და გაქრი, რასაც ქვია. დავლა დავიხედე, მეთქი გაზზე მიდგას ფე. არა, დავინახე რომ აგრა მოგდეს, ანუ დაგიწირე და წამოვედი. ვიცი, არა, შენ ერთი 100 ცხენის ზალით მინიმუმ მეტი გაქვს. M8-თან საინტერესო არის. დაუდე ხომძადით. ჯიმო, 2, 3. როგორც მეგონა და როგორც ნახეთ, M5-მა, აი ამ M5-მა მაგრად გამასტრო რა. თავიდან ადრე კი ჩავაჭირე. ცოტა გადავხტი, მაგრამ რავი, მესამე ზოლიდან ისეთ ვაშამიარა. მოკლედ მაგრად ადის რა ეს. ჩვეულებრივი Stage 2 არ არის, ესე გეტყვით. Stage 2 პლუსია ესე ვთქვათ რა. ეხლა დიდი ტურბოები და რაღაცები არა, მაგრამ მაგრად ადის. M8-ს რაღაც პრობლემები აქვს რა. Stage 2 არის, მაგრამ პატარ-პატარა ბოლტონებიც აქვს, მაგრამ
პრობლემები აქვს აშკარად, იმიტომ რომ ბევრად მაგრად უნდა დადიოდეს, ვიდრე ეხლა დადის. ჩვენი GT კიდე იმეილით გამოგზავნილი ტუნი აქვს და ჩვეულებრივია ეხლა ტრუბები აქვს რა, არც არაფერი განსაკუთრებული ხა კომპები და ესენი არ აქვს რა, ჩვეულებრივი აი stage 2-ია რა, რო იტყვიან. ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც დადის რა, მეტი ამაზე არც მინდა. ერთადერთი ეს გადაცემათა კოლოფი ჭამს ხოლმე twins, რომ რო ცხელდება, ძალიან უხეში ხდება და დანარჩენი კამფეტია მანქანა, კაი ხანი არ მიგაზავებია და მართლაც რომ ადრენალინი შემოვიდა ჩემში. მე ოპერატორი 70 კილოზე ვარ, აი იმ M8-ს ისე გაუვარეთ, თავი გაჩერებული ეგონა, ბაზარი არ არის M5-მა გაგვიარა, რადგან ბევრად მეტი ცხენი ზალა აქვს. ის მანქანაც 100 ჯერ უკეთესად არის გაკეთებული ვიდრე ეს GTC და ნუ M5-ზე აღარ ლაპარაკი ზედმეტია. ორივე ბევრად მაგრად არის გაკეთებული ვიდრე ლეოს მანქანა. ერთი წამი ყველაფერი გადადნობილი, ჩვეულებრივი სვეტში რაც თქვა ლეომ იმეილის ტუნი წერია, ასე რომ საცაგინე გატრინორებული ნებისმიერი BMW მოვიდეს ბრატ. ბოლოს რა უნდა თქვა? აბაჰეთ და აბაჰოთ. არა მოჭრა, თორე დაგეთე.